გიორგი ბიცაძე, კომპანია ლამონდის დამფუძნებელი. მოგესალმებით, გიორგი. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. როდის და როგორ დაიწყეთ აღნიშნული საქმიანობა მაშინ? აღნიშნული საქმიანობა თავიდან დაიწყო ინტერესი, წლებია უკვე ამ საქმიანობას ვეწევი. დაიწყო რამდენიმე წლის წინ, დაახლოებით 4 წლის წინ და დაიწყო ინტერესით, ენთუზიაზმით, ცნობის მოყვარეობით და შემდეგ უკვე ნელ-ნელა ეტაპობრივად გადაიზარდა საქმეში. და ზუსტად ამ ენთუზიაზმის და ბიზნესის სინთეზი მინდა რომ იყოს ეს პროექტი. როგორ უნდა გაუწიოთ კონკურენცია ცნობილ ბრენდებს, ასე ვთქვათ? აი მანდ არის უკვე ბრენდის საკითხი, ბრენდის ფილოსოფია ასე უყურებ მე რომ არის რომ გარკვეულ მოლოდინს რასაც გავაჩენთ, მომხმარებლისთვის ამ მოლოდინს გადავაჭარბოთ. აი ეს არის ფუნდამენტური მიზანი, რაც გამოძრავებს ლამონდს. ასევე არის კიდევ ერთი ასე ვთქვით მრავალ არჩევანზე აქცენტის გაკეთება, სხვადასხვა სახის პროდუქცია გვინდა შევთავაზოთ, რომ არჩევანის საშუალება იყოს, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ თითოეული პროდუქტი, რასაც თქვენ ხედავთ, ძალიან დიდ გზას გადის, იქამდე სანამ საბოლოო მომხმარებლამდე მივა სრულყოფილი სახით. სატესტო პროცესი, ფორმულების პროცესი, ნედლეულის მოძიების პროცესი, სურნელის შერჩევის, დიზაინის შერჩევის ძალიან დიდი პროცესია და ეს დროს მოითხოვს. ამიტომ ეტაპობრივად დავამატებთ კიდე პროდუქციას. უკვე შემუშავებული მაქვს სხვადასხვა პროდუქცია, რაც სამომავლოდ აემატება. და დღეს რამდენი სახეობაა წარმოდგენილი? დღეს ბევრი სახეობა, ეს არის მაგალითად დეოდორანტი მაქვს წარმოდგენილი, სოციმედიაშიც მიდევს კიდევაც ამ ფორმულირების ვიდეო და საკმაოდ საინტერესო იყო ნახე სხვათა შორის და მაყურებელსაც რომ უთხრათ. დიახ, ანუ ეს არის დეოდორანტი, ბურთულიანი, ასე რომ ვთქვათ, არის შეიცავს ნატურალური წარმომავლობის დეოდორანტებს, ანუ სუნის გამანეიტრალებელ, არასასიამოვნო სუნის გამანეიტრალებელ ინგრედიენტებს. არ შეიცავს ალუმინს, რაც ბევრი ადამიანისთვის ნეგატიური არის. შესაბამისად შეიცავს ამ მხოლოდ ნატურალურ ინგრედიენტებს და არის უნიკალური ფორმულა არის, ანუ მსგავსი ანალოგი ამ პროდუქტს არ აქვს, აბსოლუტურად უნიკალურად აქ არის შემუშავებული. შეიძლება მსგავსი არსებობდეს საერთაშორისო ბრენდის, თუმცა სიამაყედ შემიძლია ვთქვა, რომ აბსოლუტურად ყველა ინგრედიენტი და ეს ფორმულირება არის უნიკალური. ჟალის სუნამო არის განსხვავებული სახის სუნამო, ანუ ჩვენ ვართ შეჩვეული ალკოჰოლის ბაზაზე, თხევად სუნამოებს, თანამედროვე ეს აქ მოფიქრებული არ არის ვიტყვი, თანამედროვე საერთაშორისო ტრენდია უკვე ახალი, ევროპაშიც უკვე პოპულარული ხდება ეტაპობრივად, რომელიც შეიძლება ჯიბით ატარო, განსხვავებული ფუნქციონალი აქვს და ეს შედგება ცვილისგან და ცვილის განსხვავებულ არომატს აძლევს, ანუ ალკოჰოლში განსხვავებული სურნელია, ამაში თოდნავ განსხვავებული და თავის სპეციფიკა აქვს, რაც მომხმარებელს მოწონს, ეს კომფორტული სატარებელია, ძალიან სასიამოვნო ძალიან ცვილის ხმარება და პატარა ესეთი კომპაქტური შეფუთვა აქვს. არის გარკვეული სახის იდენტობა მინდა ქონდეს საქართველოსთან საბოლოო ჯამში, ასოცირდებოდეს რომ ქართულია და თავის ხელწერა ქონდეს და ეს ღვინის პროდუქტი, ეს რაც ვახსენე ზუსტად ამ მიზანს ემსახურება. ფუნდამენტი პირველი ფილოსოფია ბრენდის არის მომხმარებლის მოლოდინს გადავაჭარბოთ და ამ მოლოდინს გადასაჭარებლად ეს დიდი შრომა არის გასაწევი, რაც ამ ყველაფერს წინ უსწრებს. როგორ უნდა დაგიკავშირდეს მომხმარებელი, რომელსაც დააინტერესებს თქვენი პროდუქციის შეძენა? როგორ ხდება? ამ ეტაპზე გვაქვს ონლაინ მაღაზია, შემოვიფარგლებით მხოლოდ ონლაინ მაღაზიით, თუმცა ვაპირებთ ქსელურად სხვადასხვა ფიზიკურ მაღაზიებში მიწოდებას. ამ ეტაპზე ზუსტად კონკრეტულად არ ვიცი ეს როგორ მოქნება, თუმცა ამ ეტაპზე lamond.g არის საიტი, შეგიძლიათ იქიდან პირდაპირ შეიძინოთ ან მოგწეროთ სოციმედიაში და იქიდან გააფორმოთ შეკვეთა. ადამიანი, რომელიც საქმეზეა ორიენტირებული, ყოველთვის დაუფასდება შრომა, დარწმუნებული ვარ ამაში. მეც მაგის იმედად ვარ, თუმცა მაგის იქნებ ჭკვიანური ნაბიჯების გადადგმა საჭირო და ფრთხილად, მაგრამ თამამ ნაბიჯებს გავამთ. ერთი წლის შემდეგ მინდა გითხრათ, რომ გვექნება უფრო ფართო ასორტიმენტი. აი მოლოდინის გადაჭარბებას აუცილებლად შევასრულებთ. ასევე დივერსიფიკაციას ვაპირებ სხვადასხვა მიმართულებების ათვისებას, მაგალითად სუნამოები მარტო მამაკაცისთვის არ იქნება, იქნება უკვე ქალის ხაზის სუნამოებიც სპეციფიკური. გენდერული ბალანსის დაცვა. გენდერული ბალანსი. გარკვეულწილად ახლა ეს ტობაკოს სურნელი შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, ორივე სქესისთვის საინტერესო, იმიტომ რომ უფრო ნეიტრალური სურნელი აქვს, თუმცა უფრო ჩემთვის მამაკაცურთან ასოცირდება. ვამატებთ ასევე მაგალითად მანქანების პარფიუმის ხაზს და ოთახის. მანქანების, ხო? მანქანებისთვის, ოთახისთვის და ასევე სამომავლოდ, რადგან ძალიან აქტუალურია ზოგადად ალკოჰოლის ბაზაზე სუნამოები, ეგეც უახლოეს პერიოდში დაგვემატება, იქნება და პირველი რაც სუნამო რაც იქნება უკვე დატესტილია, მე პირადად სახშირად ხმარობ და მედი მაქვს რომ მოეწონებათ ალკოჰოლის ბაზაზე დამზადებული სუნამოც უახლოეს პერიოდში. იდენტური მიდგომა კუთხეების მიხედვით, რაზეც თქვენს გქონდათ საუბარი, ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. დიახ, ეს არის იდეა, რაც მაქონდა და შემუშავებულია და ახლა თქვენთან ვაჟღერებ პირველად. დიახ. და ასევე უფრო გლობალური საბოლოო მიზანი, მიზანი რა არის? ბატონო. ჯერ არის პირველი მიზანი საქართველოში მაქსიმალურად ათვისება რეგიონებში, რეგიონებისას და დედაქალაქისაც, სხვათა შორის
ძალიან ბევრი მომხმარებელი იწერს ჩვენს პროდუქციას რეგიონებიდან. თაშობა თანაბრადაც არის მაგალითად თბილისთან მიმართებაში ძალიან დიდი ინტერესია რეგიონებიდან და ეს ძალიან მახარებს, რომ ვიგებ ხოლმე მაგალითად რომ შეკვეთა მოდის ქუთაისიდან, აჭარიდან, ძალიან სასიხარულო არის. პირველი ვანდელი თითოეული ნაბიჯი ამ ბრენდის შენებლობის არის საბოლოო მიზანი არის გლობალური სახე რომ მიეცეს. ანუ ნებისმიერ ქვეყანაში შესაძლებელი იყოს ამ პროდუქციის შეძენა. აი ეს არის საბოლოო მიზანი, რაც თამამი განაცხადია, თუმცა ვცდილობ ყველა თითოეული დღევანდელი ნაბიჯი ამ მიზანს ემსახურება. ძირითადად აი ეს ორი პროდუქტი არის ამ ეტაპზე ესე ძალიან საინტერესო დეოდორანტი და პარფიუმი. პარფიუმი ძალიან ხშირი მოხმარების არის და ყველა იყენებს, განსხვავებული ფორმის პარფიუმი კი უფრო ახალი სიტყვა არის ასე. ყველა ქართულ წარმოწყებას, ქართულ პროდუქციას, ქართულ ნაწარმს ჩვენი პლატფორმა მხარდაჭერას გამოუცხადებს და უსურვებს წარმატებას. მოწვევისთვის, ამ შესაძლებლობისთვის, ვაფასებ ამ ყველაფერს და იმედებს აუცილებლად გაგიმართლებს.